არაფერი კაცო. გაკეთებული საბუთი ხელმეორედ დამიზახე და ასე მიზახე. იქ არ შედიხარ ამდენი ხალხი მოყრილია. როდის ჩააბარეთ თქვენ დოკუმენტები? 10 დღის წინ, უფრო მეტი კიდე. დღეს პირველად ავარ. მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს 3-4 დღე, 5 დღე. ასე სიები ხალხი აწესებს ამ ყველაფერს რა. 4-მდე მუშაობენ, 4 საათამდე. რატო რა მარ უფრო ადრე? მე ვერ ვასწრებ და გგევართ ახლა. შეება ვიყო 4 საათამდე და არ მომიწევს კიდე რიგი. ორი ღამეა ვათენებ, ახან ღამეს და ხმერ შევედი. ესე იგი ნიშამ რომ ჩამოიარა და ისე ხალხი ნახა ქუჩაში, აღშფოთდა. მოდით ესე იგი გადავიღოთ და დაინახოთ როგორ გვაწვალებენ. თქვენ ამდენს ემსახურებით საშუალო დღის განმავლობაში. მე ხარშახის ვამზადებ და 60-80 ხარშახის დამემზადებია დღეში. ზე 4 საათამდე მუშაობთ. არა, ჩვენ მუშაობთ 7-მდე, 8-მდეც მუშაობთ. აბა ხალხი ამბობს რომ 4 საათის შემდეგ არ ხდება მიღება რა. მიღებას მე ხარშახის ვამზადებ ქალბატონო, მე მიღებას არ ვაწარმოებ. ხალხი ხედავ რომ არის თითო როლა კაცი და არ შეიძლება რომ ხალხი შემოვიდეს და შემოვიდეს ჩვენ ხო ვერ მუშაობთ. ყველა შემოვიდეს, შეიძლება ისე. ახლა თქვენ ამ წუთას არავის არ ემსახურება. მე ამ წუთში ვაკეთებ ხარშაღრიცხვას და გადაეცემა შემდეგ ხარშაღრიცხვის პაკაში იდება პაკეტში და შემდეგ იგი რა ქვია. დიდი დრო ჭირდება ამის გაკეთებას? დიდი დრო არ ჭირდება. აბა მაშინ რიგები რატო იქნება ეს მაინტერესებს? ხალხია ბლომად მოსული. ხელშეკრულებას აკეთებს ერთი. თქვენ ღებულობთ განცხადებებს. ძირითადად რა ხარვეზებით მოდიან აქ მოხალხეები? რა შემთხვევაში შეიძლება რომ უარი უთხრათ? ხარვეზებით არ მოდიან. ვარი ვეუბნებით იმ შემთხვევაში თუ მე პატრონი არ იქნება და განმადებას ვერ უქმნებ თავისთავად. განმადება კეთდება უპროცენტო და ბევრი შემთხვევა არის რომ არ მოდის თვითონ მე პატრონე ბინის. იმაზე თავისთავად ვეუბნებით ვარს რომ არ შეგვიძლია ჩვენ განმადება გავუკეთოთ სხვას.